არანაკლებ დიდი უბედურება იყო ჩვენთვის რომ გაიხსნათ საზღვრები. თუ ყველა გადის გარეთ და ხედავს როგორ ცხოვრობენ სხვები. და ამან ჩვენი უბედურება გააღრმავა. აი ჩვენ რომ ნახეთ. ჩვენ რომ ნახეთ საცხოვრობ ჩვენ და რაში ცხოვრობ და როგორ ცხოვრობენ სხვები, კიდევ უფრო გაუბედურდით. რომ დავინახეთ რამდენად უკეთესად შეიძლება ცხოვრება. მართალი ხართ ბატონო ბიძინა თქვენ. როდესაც ამბობთ რომ კი ძალიან ბევრი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან, ვინც ნახა თუ როგორ ცხოვრობს ევროპაში, დასავლეთში ადამიანები. როგორია მათი ჯანდაცვის სისტემა, როგორია მათი საპენსიო მიდგომა, როგორია განათლების სისტემა და საერთოდ თავდაცვის უნარიანობა და ასე შემდეგ. და ვხედავთ რა არის დღეს საქართველოში. რა ხდება დღეს საქართველოში. კბილი ვერ ჩაუსვას ადამიანს. ერთი კბილი აქვს დარჩენილი და ამბობს ქვეყანაში ყველაფერი კარგად არისო. ხედავთ თუ როგორ დონეზე დაიყვანეთ მოსახლეობა. 1.3 ადამიანია ქართველი, ეთნიკურად ქართველი დარჩენილი ქვეყანაში და ეკონომიკა ყვავისო ამბობთ. ვნახეთ თუ როგორია მათი ინფრასტრუქტურა. შევხედეთ და ვხედავთ თურმე როგორ შეიძლება ქალაქში ჭის თავსახურები ემთხვეოდეს გზას. და ასე შემდეგ. ნახეთ როგორ შეიძლება რომ იყოს ფასადები შემოღობილი ის ან ფარდა ჩამოფარებული ისე რომ ვინმეს არ დაეცეს, როდესაც შენობა დაზიანებულია და ვინმე არ მოიყოლოს შიგნით. ნახეთ თუ როგორ შეიძლება პარკები აშენდეს და მოეწყოს ისე რომ პატარა ბავშვები დენის დარტყმით არ გარდაიცვალოს. კიდევ ძალიან ბევრი რამ ნახეთ ევროპაში და დასავლეთში. და ის ყველაფერი რაც კარგი ვნახეთ, ვინდა საქართველოში იყოს. აღარ გვინდა ყველაფერი ბრალდებოდეს სტიქიურ უბედურებას და მსგავს ფაქტებს. როდესაც არსებობს კონკრეტული დამნაშავე ჯგუფები. ნახეთ როგორი შეიძლება იყოს დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც თქვენ არ გაინტერესებთ. ძალიან ბევრი კარგი რამე ვნახეთ. ის კარგი რამე გვინდა რომ გადმოვიტანოთ ქვეყანაში და საქართველოში იყოს. მაგრამ ფაქტია რომ თქვენ ეს არ გინდათ. თქვენ გინდათ რუსული კატასტროფა. თქვენ გინდათ შევიდეთ რუსეთის ჭაობში, ეგრეთ წოდებულ დუმაში. და მოსახლეობაც დააზომბილეთ. ხედავთ რა ხდება ქუჩებში, ნარკოტიკებთან მიმართებაში. ხედავთ ძალიან ცუდ ბევრ რამეს. და ამის გამოსწორება გვინდა. მაგრამ ხალხმაც უნდა გაითავისოთ. ჩვენ თუ არ დავდექით ერთმანეთის მხარ და მხარ, ჩვენ თუ ერთმანეთი არ გავამაგრეთ, არაფერი არ გამოგვიყვება. ეს პატივცემული მუშაობს დაყავიდა იბატონეს პრინციპით. ჩვენც დაყოფილი ვართ. ვაის გავეყარეთ, უის შევეყარეთ. აი ესენი გავუშვით, ვინ მოვიყვანოთ. სხვისი იმედი გვაქვს. საკუთარი თავის იმედი არასდროს არ გვაქვს. ამიტომაც დროა საკუთარი თავის იმედი ვიქონიოთ. და სისტემა, რომელიც ჩაძირულია და ჩამყაყებულია, ერთად უნდა შევცვალოთ. არა რეჟიმი მარტო. რეჟიმის ცვლილებით მეორე რეჟიმს ვაბრუნებთ, ხო? ან მოვყავს ახალი რეჟიმი, რომელიც სისტემას არ ცვლის. იმას იტოვებს ისევ და ირგებს სათავისო. და ჩვენ ამ ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს. რეფერენდუმით კანონის მიღება გაუქმების საშუალების უფლება გვინდა რომ კონდეს. კი არ გამოვიდეთ ყოველ თვეში ერთხელ 100,000-ობით ადამიანი გარეთ. არა, მარტივად გადავწყვეტოთ პროცესი, პროტესტი. ერთმანეთს კი არ ვურტყათ. აი ეს twin გაყინული რობოკოპები, რომლებიც ხალხს სახეში ურტყავს წიხლებს და ქუსლებს. უნდა დავასრულოთ. როგორ შეიძლება დემოკრატია რა არის? ხალხის ნების შესრულება. და მარტივად იფიქრეთ, შემოკარგებო. ვინმეს ირგვლივ კი ნუ ერთიანდებით. საკუთარი თავის ირგვლივ გაერთიანეთ. საკუთარ ფიქრებში გაერთიანეთ. აღიარეთ თქვენი პოლიტიკური შეხედულებებიც. თქვენ კიდე შემოკარგებო, ვინც 800 ლარის სანაცვლოდ, 500 ლარის სანაცვლოდ, 1000 ლარის სანაცვლოდ, სხვადასხვა სამსახურებიდან მოდიხართ ხოლმე და ხალხს არ ბევთ. იფიქრეთ თქვენ შვილებზე, იფიქრეთ თქვენს მომავალზე. ნუ იფიქრეთ მარტო იმაზე, რომ ვიღაცის ბრძანებას ვასრულებ, იმიტომ რომ სამსახურიდან არ გამომიშვა. ნუ გეშინია დალაიქება, იმიტომ რომ ვიღაცა გეტყვის სამსახურში, ო, შენ ამას არ უნდა დაულაიქე. არა, შენ შემოკარგე. შენ ნუ იქნები მონა. არ უნდა იყო მონა. არ უნდა გადაიქცე რეჟიმის მსხვერპლად, იმიტომ რომ მომავალი შენია. შენ თუ არ შექმნი საკუთარ მომავალს, ის, ვინც დღეს ხურს აგიწევს, ხვალ უარეს გიზავს. და ზუსტად ჩვენ ვცდილობთ იმით, რომ თქვენ გამოგიყვანოთ მაგ ჭაობიდან. თუ მუშაობთ, თქვენ გეკუთვნით ეგ სამსახური, რასაც აკეთებთ იმის მიხედვით. მაგრამ არა იმით, რასაც გავალებთ. კონსტიტუციური ჩარჩოდან ვარია გამოსული. ყველაფრიდან რომ გამოვიდე. და არჩევნები გაყალბდაზე უნდა ვილაპარაკო, რაღაც გაჟონა არ გაჟონაზე. არ იცი რომ გაყალბდა? არ იცი შენს მეზობელს ფულს რო აძლევდნენ? და მაგის სანაცვლოდ ხმას ითხოვენ? არ იცი რომ მეორე მეზობელს მოსაწევის სანაცვლოდ აძლევინებენ ხმას? არ იცი მესამე მეზობელს მეტადონის სანაცვლოდ რო აკეთებინებენ რამეს? ხო ვიცით არა?
უნდა გამოხვიდეთ მაგ უბედურებიდან. კი ბატონო, ვერ ხედავთ, ვინ უნდა აირჩიოთ, ვინ შეცვლის ამ რეალობას? განახებთ, მაგრამ ამაში თქვენც უნდა შეგვიწყოთ ხელი ჩვენ. თუ არ დაგვეხმარეთ და თქვენ თუ პირში წყალი ჩაგუბებული იქნებით, მარტო ჩვენი ხმაური არ შველის ამ საქმეს. მართალია, იდეას არ ქმნის მილიონობით ადამიანი. იდეის ირგვლივ ერთიანდება ასეულობით ადამიანი კარგ შემთხვევაში და ისინი აღწევენ მიზანს. მაგრამ როდესაც ყველა მხრიდან გებრძვიან, მედიიდანაც, ტელევიზიიდანაც, სოციალურ სივრციდანაც, პარტიებიდანაც, ხელისუფლებიდანაც, რთულია და გვიჭირს ჩვენც. როდესაც რესურსებზეა საუბარი, როდესაც ფული არ არის და ფული თუ იქნება, მაშინვე გაყიდული ვართ. იმიტომ რომ ყველა თავის პირობას ითხოვს. როდესაც ხედავთ პარტიული ინტერესებს ყველგან, მხოლოდ და მხოლოდ არა ქვეყნის ინტერესს. როცა ხედავთ რომ ორი პარტია იშლება და გამოდის 8, მერე შეერთდებიან და გამოდის ისევ 3. ერთ ვაშს აიღებენ 100 გრამიან ვაშს, დაჭრიან რამდენიმე ნაწილად, ფიქრობთ ალბათ წონაში მოიმატებს თუ რატო აკეთებთ ამას ვერ ხვდები, მერე ისევ შეაერთებენ, მერე ისევ დაშლიან, ამასობაში დაჩირდა ვაშლიც და განადგურდა ერიც. დროაგონზე მოვიდეთ ყველა. არ შეიძლება ეს. იფიქრეთ საკუთარ მომავალზე, რომ ამ ქვეყნიდან არ წავიდეს ყველა და არ ჩავაბაროთ ეს მადლიანი ქვეყანა ინდუსებს, პაკისტანელებს, რუსებს და ასე შემდეგ. არა ვართ ბევრი ჩვენ. და ამიტომაც გვჭირდება ერთმანეთზე ხელის ჩაკიდება, რომ მივიდეთ მიზნამდე.